მარიამ, პრინციპში პოლიციელების ჯგუფი, რომელიც ხელს აწერს რეჟიმის უკანონო დავალებებს, დღეს ცხადად ვნახეთ და ჩვენ მათი იდენტიფიცირებაც შევძელით, რატომ იყო დღევანდელი ქმედებები უკანონო, იმიტომ რომ დაკითხვაზე მისვლა და ჩვენების მიცემა, ეს არის ნებაყოფლობითი ამბავი და ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს და აქტივისტმა, თუ თქვენთან მოდის სახლში პოლიცია და გეუბნებათ რომ უნდა წაგიყვანონ დაკითხვაზე, თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ რომ არა, ამის უფლებას თქვენ გაძლევთ კანონი და იძულებით თქვენი გამოკითხვაზე გადაყვანის უფლება პოლიციელს არ გააჩნია. ძალიან მშვიდად პასუხობთ არას და შეგიძლიათ ჩართოთ Facebook Live-ი ან დაელოდეთ ადვოკატს. ასე მოიქცა მაგალითად ნენსი ვოლანდი, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ გადაიყვანეს გამოკითხვაზე. ილია ღლონტის შემთხვევაში, სადაც ადვოკატმა მისვლა ვერ მოასწრო, ის მოატყუეს დააშინეს თუ რაღაც სპეცოპერაცია ჩაატარეს მის სახლში და იძულების წესით გადაიყვანეს დაკითხვაზე. ვალდებულება თქვენი, რომ მიხვიდეთ ჩვენების მისაცემად, ირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გიბარებენ სასამართლოში, სადაც ვალდებული ხართ რომ მიხვიდეთ და მისცეთ. მაგრამ ესენი, როდესაც კამერა არ არის, ჯერ მობილურს ართმევენ, პრაქტიკას ასე ამკვიდრებენ, შესაბამისად კადრებს ვერ იღებენ ეს ადამიანები და შემდეგ იძულებით გადაყავთ და უწყება არ მოაქვთ და მოკლედ აი ამ სპეცოპერაციას უტარებენ, ასე გადაიყვანეს დღეს სავარაუდოდ ილია ღლონტიც და სხვა ადამიანებიც, ვინც გაიტაცეს პრაქტიკულად. მარიამ, მინიმუმ 2 ადამიანი მაყურებელი უნდა იცნობდეს, მათ ეს არის გიორგი ჩოქური, რომელიც ხელმძღვანელობდა დღეს სპეცოპერაციას, მსხვილ ეკრანზე ვანახოთ, თუ შეიძლება რეჟისორს ვთხოვ, სპეცოპერაციას სახლებში შევარდნის სპეცოპერაციას, ადამიანების აწიოკების სპეცოპერაციის მეთაური გიორგი ჩოქური, შეიძლება გაიცნოთ ის და მეორე ეკრანზე თქვენ ნახავთ საქართველოს მოქალაქეების აწიოკების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი გიორგი სამარღანიშვილი, პოლიციის განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი, ეგრეთ წოდებული ტყუპების ერთ-ერთის ვაჟი ბრძანდება, ბატონი სამარღანიშვილი. ბატონი სამარღანიშვილი ხელმძღვანელობდა მოქალაქეების აწიოკების სპეცოპერაციას ილია ღლონტის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ხოლო ბატონი ჩოქური ხელმძღვანელობდა მოქალაქეების აწიოკებისა და სახლში შევარდნის სპეცოპერაციას რუსთავის გზატკეცილზე, იქ სადაც სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდი, ქრისტინე ბოტკოველი ცხოვრობს. მარიამე, მოგუყვება ახლა ვინ არიან ესენი და რა ღონისძიებას ატარებდნენ, რას ჩადიოდნენ? კი ბატონო, დავიწყოთ მოდი სამარღანიშვილით, რომელიც დღეს ილია ღლონტის სახლში გამოგვეცხადა და სხვა შორის სამარღანიშვილი პოლიციის დღე, როდესაც იყო ვახტანგ გომელაურმა დააჯილდოვა და მას გადაეცა ჯილდო როგორც ერთ-ერთ დამსახურებულ პოლიციელს. ის მანამდე იყო სევასტოპოლის პოლიციის შეფი, სხვა შორის იმ დროს, როდესაც ხორავას სისხლიანი ამბავი მოხდა და როდესაც მოწმეებზე ზეწოლა თავდაპირველად სწორედ ამ პოლიციაში ხდებოდა, ის ახლა უკვე გადაიყვანეს, დაწინაურდა რა თქმა უნდა და ქალაქის ოპერატიული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსის მოადგილეა, სხვა შორის ეს ის განყოფილება, რომელიც სკუტარიძის საქმეში ფიგურირებს მირიან ქავთარაძე და მისი ბანდა, სიგუას ბანდა. სიგუას ბანდა, დიახ. იმ დაჯგუფების წევრი. სხვათა შორის ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში, როდესაც მოკლეს 2 ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე, მაშინ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ საქმე იყო ისეთი დონის გაფუჭებული, ანუ მტკიცებულებები დაკარგული, გაყალბებული, განადგურებული, რომ ერთგვარი ეს მაგალითი შეიძლება სისხლის სამართლის საქმე იქცეს, როგორც საქმის გაყალბების, ფაბრიკაციის და ფალსიფიკაციის, სწორედ აი იმის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო დღეს უკვე მოქალაქეების აწიოკებისა და სახლებში შევარდნის სპეცოპერაციის მეთაური გიორგი სამარღანიშვილი. კი ბატონო, და მის პოლიციაში დაიწყო პირველი გამოკითხვები. ეს არის უკვე ეს ახალგაზრდა ბატონი, ეს არის გიორგი ჩოქური, სხვა შორის მისი ისტორია პოლიციაში წინა ხელისუფლებიდან იწყება, სოდში მუშაობდა ბატონი გიორგი ჩოქური, შემდეგ მისი პორტირება მოხდა, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან, ის მუშაობდა ხაშურის კასპის პოლიციაში, სხვა შორის მის წინააღმდეგ გამოძიებაც იყო დაწყებული, როდესაც კასპის საკრებულოში ჩემი კოლეგები ადანაშაულებდნენ მას თემაში, კაციტაძემ გამოძიება დაიწყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ დაადგინა. შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის კრიმინალებთან ჰქონდა დაპირისპირება კასპში და დაჭრეს ფეხში, თუმცა ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა და ოფიციალურად არ დადასტურებულა. შემდეგ ხაშურში გადაიყვანეს, გაარიდეს ტერიტორიას და საბოლოოდ დღეს უკვე ჩვენ ის ვნახეთ.
ნენსი ვოლანდის სახლთან. მარიამ, მოქალაქეების სახლში შევარდნისა და აწიოკების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოქური მანამდეც მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობდა, იმიტომ რომ ის აწიოკებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს, ხო, კასპის საკრებულოს შენობაში მის წინააღმდეგ არსებობს ჟურნალისტების ჩვენებები, გამოძიებაა დაწყებული ამ საქმეზე, თუმცა იმ პერიოდში გომელაურმა ის მოაშორა ამ რეგიონს და უკვე გადმოიყვანა თბილისში როგორც ვარკვევთ. გამოძიებამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ დაადგინა, მაგრამ პირდაპირ ჩვენებები არსებობს და კადრებიც არსებობდა მის წინააღმდეგ. ჩოქური ახლა ისან-სამგორის პოლიციაშია, დღეს სხვა შორის, როდესაც მე მივედი შემთხვევის ადგილზე, ის თავის სამსახურებრივი ჯიპით გახდენდა, მეთვალყურე იყო ერთგვარი და იქედან იძლეოდა მითითებებს. ჩვენ რა თქმა უნდა დავუსვით კითხვები, რას ეძებდა, დაახლოებით ათეულობით პოლიციელი იდგა დღეს ფონიჭალაში, საბოლოოდ ნახეთ ხო, რაც ამოიღეს შარფები და ათეულობით პოლიციელი იდგა კითხვებზე. მან პასუხების გაცემა ჩვენს არ ისურვა, გადაგვამისამართა პრესსამსახურთან, თუმცა საბოლოოდ ტერიტორია დატოვა იმ წუთში, როდესაც იქ უკვე დასრულდა ეს ჩხრეკის გამოგონილი სპეცოპერაცია. მოდი გავესაუბროთ ბატონ ჩოქურს, მარიამი გვთავაზობს ამ ვიდეო მასალას. გამარჯობა, რა საგამოძიებო მოქმედებაა შეგიძლიათ ამიხსნათ, რატო შეიჭერით ესე ყველა აქტივისტის სახლში უკაცრავად მაინტერესებს და უხერხული ის არ არის თქვენ რასაც აკეთებთ, ერთ წუთი მიპასუხეთ. ხომ ხართ მაღალჩინოსანი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ხართ და მაინტერესებს რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებთ და რას ეძებთ? მიმართეთ პრესს. არა, თქვენ მოგმართავთ, თქვენ ხართ. ხელი მოყვება, ანუ ხერხულია რა. ხართ მაღალჩინოსანი და მითხარით, თუ შეიძლება თავდება და გააკეთებენ კომენტარს. ბატონო გიორგი. სოდის ყოფილი თანამშრომელი, უძველესი პოლიციელი ხართ, ბატონ გიორგი და გამესაუბრეთ, გთხოვთ რა. თქვენ ხელმძღვანელობთ ახლა აქტივისტების დაკავების ოპერაციას? მოკლედ ეს არის ბატონი გიორგი ჩოქური, მაყურებელს ჩვენის გავაცანით, ის ხელმძღვანელობდა დღეს სამოქალაქო აქტივისტის ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნენსი ვოლანდის სახლში, მოქალაქეების აწიოკებისა და სახლში შევარდნის სპეცოპერაციას, თუმცა მასთან ერთად იქ იმყოფებოდა არაერთი პოლიციელი, რომლებიც სახეს ნიღბით მალავდნენ. და რა პასუხი ჰქონდათ ამ ისინი არიან ისან-სამგორის პოლიციის თანამშრომლები, ჩვენ მათ ვიცნობთ და გვინახავს არაერთ ოპერაციაზე, თუმცა დღეს ისინი ცდილობდნენ, რომ სამედიცინო ნიღბებით დაეფარათ სახე. ჩვენ ვკითხეთ ასე მასობრივად რა ღონისძიება იყო, როდესაც ყველა მათგანს, აი ნახავს კადრებს მაყურებელი, მათ სახე დაფარული ჰქონდათ სამედიცინო ნიღბებით, მივიღეთ პასუხი ის, რომ არიან აქვთ ვირუსი, არიან გაციებლები, შემდეგ ვკითხეთ, რომ გომელაური მათ ანუ ამ უმძიმეს მდგომარეობაში. ანუ წესით თუ ავადობა აღენიშნება, მაშინ დამსახურებულ ბიულეტენზე უნდა გავიდნენ ეს ადამიანები. როგორც ჩანს, იმდენად მნიშვნელოვანი იყო დღეს ნენსის სახლში აი ამ სპეცოპერაციის ჩატარება, რომ აი ეს ხალხი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით მიიყვანეს ფონიჭალაში და აი იქ მიიღეს მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში. ვნახოთ, რას პასუხობენ ეს ადამიანები. ნიღბები რატომ გიკეთიათ? ვირუსია და გაცივული. ვირუსია გავრცელებული ისან-სამგორის პოლიციაში? არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ვირუსი მაქვს. თქვენც ვირუსი გაქვთ? ანუ ნიღბის ტარება ხო დანაშაულია უკვე ამ ქვეყანაში? არ გაქვთ ეს ინფორმაცია? სამედიცინო არა? კარგი, თქვენ დროშა თუ გაქვთ სახლში? გეხსებთ რა. დროშა გაქვთ სახლში? ანუ დროშის ამოსაღებად მოიყვანეს აქ ათეულობით პოლიციელი და მაინტერესებს დროშა თუ გაქვთ სახლში? უკაცრავად, თქვენც ვირუსი გაქვთ? გაცილებული მაქვს, დისტანცია დავიკავებ. ხო და დისტანციას არ იცავთ სამსახურში? როგორ არა. კიდე აბა ყველა ნიღბით რა? ესე ვცდილობ სხვას არ გადაედოს. თქვენც ნიღაბი გიკეთიათ, ბატონო, გამარჯობა, თქვენც ნიღაბი გიკეთიათ. ნიღბებით რატომ დადიხართ? გრცხვენიათ? უკაცრავად. მითხარით თუ შეიძლება, ანუ ვირუსისგან თავს ვიცავთ. ვირუსისგან იცავთ თავს ასე ჯგუფურად? რატომ მოიხსენით ხა ეს ნიღაბი? სიგარეტს ვეწევთ და გავიკეთებ ის. აი ხა რომ გაავრცელოთ ეს ვირუსი? ალო. იღებთ პასუხისმგებლობას? წავიდეთ მაშინ, გაიძინე. ანუ ჩვენ ძალიან ლეგიტიმურად ვიტყვით, რომ ისან-სამგორის პოლიციაში გავრცელებულია ღორის გრიპი. დასრულდა ეს სპეცოპერაცია, დროშები ამოიღეთ და დროშაც კრიმინალიზებულია ამ
ქვეყანაში. შხრეკის დასრულების შემდეგ რატომ არ ტოვებდით სახლს? უკაცრავად მიპასუხეთ. რატომ არ ტოვებდით სახლს? ზეწოლას რატო ახდენდით ამ ადამიანზე? სასწრაფოც კი დაჭირდა. რატომ არ ტოვებდით სახლს? სახლს რატომ არ ტოვებდით? კადრებში გიყურებდით რომ იდექთეს ჩოქურის დავალება იყო? არ პასუხობთ რა. რას ნიშნავს არ მპასუხობთ? ფსიქოლოგიურად ძალადობდით ადამიანზე და დედამის გარეთ არ უშვებდით და იმ მასშტაბის სპეცოპერაცია, რაც დღეს ჩვენ ნენსი ვოლანდის სახლში ვნახეთ, როგორც წესი, კრიმინალური ავტორიტეტების განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების სახლებში იმართება, ხოლმე ატარებენ ასეთ ღონისძიებებს, მაგალითად, რამდენიმე გამომძიებელი, ორი გამომძიებელი იყო მისული მაკაჩიხლაძის მკვლობის მცდელობის ფიგურანტებთან სახლში, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა და ნენსი ვოლანდთან რას ეძებდნენ ასეც, აი რა მოიღეს, რამე ხო არ იპოვეს ისეთი მაგალითად მოლოტოვის კოქტეილი, ფოიერვერკი, ბომბი ხომ არ ქონდა ნენსი ვოლანდის სახლში, ვინმე საფეთქებას ხომ არ გეკმავდა. იცი რა, საინტერესოა. სხვა შორის ნენსი ძალიან დამწუხრებულია, ამოიღეს ბაბუამისის ნაჩუქარი, 60-იან წლებში გამოშვებული ვიდეო კამერა, ასევე ზენიტის ფოტოაპარატი, უძველესი, რომელიც არ მუშაობს. ასევე ამოიღეს რამდენიმე შარფი, რომელსაც აწერია ანტიკვარების მიმართ გქონდათ, ესე იგი ინტერესი. თვითონაც აღარ ახსოვდათ და ამ ზენიტის არსებობა სახლში ოჯახს სხვათა შორის და ამოიღეს ასევე პირბადეები. პირბადეები ხო სიმბოლური ამბავია ეს ცოტა. ეს ამოიღეს რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის და ათობით პოლიციელის დახმარებით. ანუ მოქალაქეს, რომელიც ვირუსების გავრცელების პერიოდში შეიძლება სახლში ინახავდეს პირბადეს. კოვიდის დროს ვიყიდეო სხვა შორის და მოხატა ნენსი ხატავს და ეს ამოიღეს. ამათ წაართვეს, ესე იგი მოქალაქეების პირბადები, ანუ როგორც ჩანს ღორის გრიპი მარტო პოლიციაში ვრცელდება თუ რა ხდება, არ ვიცი, ნენსი ვოლანდს მოусმინოთ. მე გამიყვანა იმ ვინმე გიორგიმ, რომელიც არ ვიცი არც ფორმა ეცვა არაფერი და მითხრა რომ წამოდი განყოფილებაში გამოკითხვაზე და მითხრა რომ აი წამოდი ეხა გირჩევნია წამოხვიდე არ მინდა ეხა აქ უშნო რაღაცები რომ ვაკეთო. ანუ არ ვიცი რას გულისხმობდა. აი ესეთი კაშნები გამოგვიგზავნა კომპანიამ დაიტოვეს საჩუქრად ხო და ეს მედო აქ მე რომ დამოსულიყვნენ წაიღოთ და ეს რაღაცა არ ვიცი სუპერძალა ერთობაში. წაიღეს ჩემი პირადი რა თქმა უნდა ტექნიკა, ტელეფონი, კომპიუტერი, აიპადი, პირბადეები წაიღეს, რომელიც კოვიდის დროს მქონდა ჩემი ნახატები დაპრინტული პირბადეებზე და ეგენი წაიღეს კიდე და წაიღეს ბაბუა ჩემის ნაჩუქარი, ძველებური 60-იან წლების კამერა, რომელიც ასე რო ტრიალებს ესეთი კამერა არის და ხო და ეს ზენიტი აპარატი ეგეც 60-იან წლების. დაახლოებით 1 საათის შემდეგ მოგვიტანეს სახელდახელო დამობეჭდილი ფურცელი, სადაც თარიღი ხელით არის გადასწორებული, სადაც წერია რომ ნენსი უწყების ჩაბარებისთანავე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით. ოღონდ მე შეგახსენებთ რომ გამოკითხვა არის სრულად ნებაყოფლობითი, ვითხოვთ მოსამართლის წინაშე დაკითხვას. მოკლედ ასეთი არის ვითარება, სამოქალაქო ნენსი ვოლანდი ვერ წაიყვანეს იძულების წესით გამოკითხვაზე, იმიტომ რომ იქ მუშაობდნენ ადვოკატები და მათ არ მისცეს სამი საშუალება. ახლა მინიმუმ 3 ადამიანის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, რომლებიც პოლიციის სამმართველოს შენობაში უნდა იმყოფებოდნენ დიღომში და მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდეს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ სარწმუნო წყარო გვიყვება, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება არა მხოლოდ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც უნდა გაიმართოს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველა ადამიანს ერთად რომ მოუნდეს, მაგალითად საყიდლებზე წასვლა თბილისი მოლში ამის უფლება არა. ამის შესახებ იწერება სოციალურ ქსელში. კი, ადამიანებს უნდათ რომ წავიდნენ საყიდლებზე თბილისი მოლის ტერიტორიაზე, ალბათ რაიმე აქცია არის იქ და რა არის ამაში უკანონო უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, როგორც ჩვენ ძალიან სანდო ადამიანი გვიყვება, ეს ყველაფერი უკავშირდება ახალ თარიღს, 18 თებერვლამდე ქართულ ოცნებას აქვს ათვლის წერტილი, რადგანაც ძალოვანებმა ივანიშვილს მისცეს პირობა, რომ 18 თებერვლამდე პროტესტი ქვეყანაში აღარ იქნებოდა. რატომ 18 თებერვალი? 18 თებერვალს არის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე და შესაბამისად ასეთი პირობა გაიცა ივანიშვილისადმი და რა შუაში ეს 18 თებერვალი დაბადების არა ბიძინაობა ოქტომბერშია. დაბადების დღის საჩუქარი არის თუ რაღაც ნუმეროლოგიით გამოთვალეს, ალბათ მაგათ უყვართ ეგეთი რაღაცები. გამოთვლიდა ის ქალბატონი ერთხელ რეპორტაჟი გქონდა ჩვენ მასზე, რომელიც რაღაცა ამ ღონისძიებების მიმდებარეა.